გამოჩენილ ადამიანთა გახსენება დრო და დრო ფიქრებს აგვიშლის ხოლმე. ისინი წამოიმართებიან ჩვენს თვალწინ, როგორც ანდერძი თაობებისა. ქართული ლიტერატურის კლასიკოსის დიდოსტატ კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა ვაჟი ზვიადი. ბავშვობა ზვიადმა კოლხურ კოშკში გაატარა. ასე უწოდა დიდმა კონსტანტინემ თავის თბილისურ სახლს, სადაც საქართველოს დიდი სახელმწიფო მოღვაწეების, დიდი მამულიშვილების, ქართლის ცხოვრებისა და დიდოსტატის რომანების ფურცლებიდან გადმოსული მეფეების, პატრიარქებისა და სარდლების აჩრდილები ბინადრობდნენ. სწორედ აქ, ამ კოლხური კოშკის კედლებში დიდი კონსტანტინეს სულის ყურაში გამოიცოთო ზვიადი და მისი ქრისტეს მიერი ძმა მერაბ კოსტავა. კონსტანტინე გამსახურდიას შემოქმედება ეს ძალიან ესე ვთქვათ კომპლექსურია თავისი ხასიათით და ძალიან ბევრ პრობლემას მოიცავს და ძალიან საკითხთა ძალიან ფართო წრეს. ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, ეს არის ადამიანების ვთქვათ ადამიანის პიროვნების გაუცხოების საკითხი, ეს არის ქრისტიანობის და წარმართობის საკითხები, ეს განსაკუთრებით მის ადრეულ რომანებშია ვთქვათ გაშუქებული. ეს არის მიმართებანი ცალკეულ ისტორიულ პირთან, რომლებმაც ღრმა კვალი დასტოვა საქართველოს ისტორიაში. ყოველივე ეს იყო ის სამყარო, რომელშიც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ჩამოყალიბდნენ. ჩვენი ძმობა ფიცითა და სისხლის გადასხმით იყო გამტკიცებული. ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ. მათ ხომ ბევრი ჰქონდათ საერთო. იდეა, ერის, მამულის, ენისა და სარწმუნოების სიყვარული. 1956 წელს ჯერ კიდევ სკოლის უკანასკნელი კლასის მოსწავლეები დააპატიმრეს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ორგანიზაციის გორგასლიანის შექმნისათვის და ანტისაბჭოური პროკლამაციების გავრცელებისათვის, სადაც ერს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისაკენ მოუწოდებდნენ. შეუქმნით პირველი არალეგალური ახალგაზრდული ორგანიზაცია გორგასლიანები, დიდებული მეფის, უშიშარი მგლის, ვახტანგ გორგასლის მემკვიდრეთა კავშირი, რომელმაც ლეგენდად დაიმკვიდრა სახელი ქართველთა შორის. დავწერეთ ჩვენი ფიცის ტექსტი. თავიდან 9 ვიყავით, სკოლის მოსწავლეები, რომანტიკოსები, პოეტები. დავიწყეთ ფიქრი მომავალ ცხოვრებაზე. ვკითხულობდით ისტორიას, ვეძებდით ახალგაზრდებს, რომლებიც საქართველოს ხსნამდე მიიღო. საბჭოთა კავშირში თუ ვინმე დისიდენტობდა, მას ესაჭიროებოდა სათანადო დაცვაც. რამდენადაც სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი თავზე ხელს არავის არ გადაუსვამდა. მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდიას, კონსტანტინე გამსახურდიას, ასე ვთქვათ, პიროვნება და მისი, ასე ვთქვათ, ღვაწლი და მისი აღიარება, ოფიციალურად ის აღიარებული იყო კლასიკოსად იცავდა. ეს დიდი დაცვა იყო 1975 წლამდე, მაგრამ 1975 წლის შემდეგ ეს დაცვა მოიხსნა და ძალიან მალე უკვე ის გაანთავისუფლეს სამსახურიდან, დაიწყო ჩხრეკები, დაიწყო ასე ვთქვათ, მასზე თავდასხმები პრესაში და ასე შემდეგ უკვე ზვიადმა და მერაბმა გამოაღვიძეს ხალხში ეროვნული თვითშეგნება. ზვიად გამსახურდია იყო დრო, როცა ეს სახელი რაღაც ბუნდოვან ეჭვებს ბადებდა, რაღაც აუხსნელ ბურუს იხვევდა. ეს მაშინ იყო, ადრე, როცა ყოველგვარ ეროვნულზე საუბარის საშიში, ზღაპარივითი დუმალი რჩებოდა. ვინ იყო ზვიად გამსახურდია? მუდამ მხიზელი სინდისი ჩვენი, დიდი ქართველი, ღვთაებრივი მისიით მოვლენილი, მძიმე და საპატიო ტვირთის მსიდველი. ამ ტვირთს სამშობლო ქვია, ერის სამრეკლო ქვია. 1962 წელს ზვიად გამსახურდიამ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
იგი იყო მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი, თარგმნელი, მრავალი მონოგრაფიისა და სამეცნიერო შრომის ავტორი. მან გამოსცა ლექსებისა და იგავ-არაკების კრებული. მისი მეცნიერული ინტერესები მოიცავს ქართული კულტურის, რუსთველოლოგიის, თეოლოგიის, ანთროპოლოგიის, საზღვარგარეთული მწერლობისა და მითოლოგიის სფეროებს. Zesa, außer damit muss des Madrin Farestam Zesa, imad Valetache, Arkamovchin Vitada, Rahan Michnuraz Gastache, Shenikamostam Tada, Arsheur Guldivici, Aramedel Netana, Arshegit Galavspici, the Poesies Manna, Artlatis Wolfsval, Semlik Denya Teshat Magram Sindis Urspat, Shenar Mihti Deshmas, Amism Stovach Taberbochi, Artaerie Shena, Artaicere Roshi, Eidul Zena, Chemis Nachos, Temponia Vari, Magamchem Sminda Sahels, Churchulet Batari, Anataisis Roglis, Chiskabadon Zotena, Chemis Nathevis Shuglis, Shemchisari Kochena, Ganat Alvatatashi, Ganan Nia Tanana, Argin Rebanashin, Bendat Korebitana, Ameridan Shentan, Ikneba Sheniluza, Shentan Cholsvakuza, Shensuchi Chaihuenta. ყოველთვის, ყოველი ძნელბედობის ჟამს ზვიად გამსახურდია იმედა და ბურჯად ევლინებოდა მამულსა და მშობელ ერს, როგორც ეროვნული მოძრაობის ღირსება და დროშა. მათი პოლიტიკური სისტემა და მათი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხედვა იყო სავსებით, ასე ვთქვათ, მამოდიოდა რეალური მოცემულობიდან. ისინი არ ყოფილან პოლიტიკაში მეოცნებენი, ისინი იყვნენ აბსოლუტურად რეალ პოლიტიკოსები. აი ამას მინდა მე ხაზი გავუსვა და ნუ რავი, ნუ ეცდება რომ ისინი წარმოაჩინოს მეოცნებებად და ვთქვათ, უნიადაგო, ვთქვათ, ნიადაგს მოწყვეტილ ადამიანებად, რომლებიც ვთქვათ, უსაშველოდ ბევრს ლაპარაკობენ, ვთქვათ, ძმობაზე, სიყვარულზე, ქრისტეზე და ასე შემდეგ. ეს არის მათი, ასე ვთქვათ, კულტურული და სულიერი პროგრამა, რაც დაკავშირებულია მათ ქრისტიანობასთან, მაგრამ რასაკვირველია, მე ამით იმის თქმა არ მინდა, რომ თქვათ, მათი პოლიტიკური კონცეფცია გაყოფილი იყო ამისგან. ზვიადი ამბობდა, აი მაგალითად 1991 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ პატრიოტიზმიო, ეს არის ემოციური ნაწილი ჩემი პროგრამის, თორე ისე კონცეპტუალურად მე ქრისტიან დემოკრატი ვარ. ამას ხო ამ განცხადებას ყველა რატომღაც გვერდს უვლიდა. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ერთნობა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ხოლო 1991 წლის 26 მაისს კი ქართველმა ერმა ზვიად გამსახურდია სნდობა გამოუცხადა და ქვეყნის პირველ პრეზიდენტად აირჩია. ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ ღირს მყო დავიკავო ესოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოუდგა ფიცი. ფიცალ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. ტერია ურაცხელი და ჩვენ სიმცირეს მივტირით მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, ისე დავგორდონით, როგორც დაგოდილ წერას. ხოვები.
ზვიადგამსახურდია ეწამა საქართველოს ხსნისათვის, ქართული სულის განახლებისათვის, ქრისტეს სჯულის აღორძინებისათვის. იგი იყო დაუნდობელი და უწყალო სამშობლოს წრებისათვის როგორც ქართველი, მიმტევებელი და მოწყალე კაცადმი როგორც ქრისტიანი. მასში სული და სხეული ერთნაირად ხმაურობდა. დადიოდა მუდამ ამაყი, შემართული, რაღაც უცნაური, მოუსვენარი, სულით მტკიცე და შეურყეველი. გოლგოთის გზაზე მას არც ციხე აცდენია, არც შური და მტრობა, არც ღალატი, არც ნგრევა, არც უარყოფა, აღარც გაფრენა. იმ საბედისწერო დღიდან კიდევ ერთი აჩრდილი გადმოდგებაზე ციური საქართველოდან და თავისუფლების მოყარე ქართველობას ხშირად შეეხმიანება ილიას უკუდავის სიტყვებით. მარად და ყველგან, საქართველო, მე ვარ შენთან.